დეპორტი ახსნა განმარტების გარეშე საქართველოს საზღვრიდან ყაზახ ტურისტებს მასობრივად აბრუნებენ. ასეთი სათაურით აქვეყნებს ყაზახური მედია ამბებს, რომელშიც მოყოლილია ტურისტების საქართველოში მოგზაურობის არასასიამოვნო გამოცდილებაზე. ყაზახურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებში წერენ, რომ განსაკუთრებით პრობლემური საქართველოს სასაზღვრო პუნქტია, სადაც ყაზახი ვიზიტორების მიმართ არაკორექტული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა. მათი შეფასებით არის დეპორტაციის ფაქტებიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელია. ვერც კი მოვასწარია აეროპორტიდან გამოსვლა, მაშინვე დეპორტი გამიკეთეს. თავდაპირველად მითხრეს, რომ მიზეზი უკან დასაბრუნებელი ბილეთის არ ქონა იყო, თუმცა საბუთებში მითითებულია, რომ თითქოს მე არ მქონდა საკმარისი თანხა საქართველოში მოგზაურობისთვის და მესაზღვრებს არასწორი ინფორმაცია მივაწოდე. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ დრომდე ვერ ხვდები, რატომ მოხდა ჩემი დეპორტაცია. როცა კონტროლს გავდიოდით, ერთ-ერთმა ქალბატონმა ვერ შეძლო სწრაფად ყაზახური ტენგედან თანხის დოლარში გადაკონვერტირება. მესაზღვრემ კი უყვირა, რამდენია დოლარში ეს თანხა, არ გეკითხები ყაზახურ ვალუტაშიო. ეს ძალიან დამამცირებელი იყო. რჩება შთაბეჭდილება, რომ მესაზღვრეების სიამოვნებას იღებდნენ ძალაუფლებით. ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ჩვენთან დაადასტურა ყაზახეთის კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან მოგზაურობს, თუმცა ამბობს, რომ ბოლო წლებში მესაზღვრეების დამოკიდებულება კარდინალურად შეცვლილია. 2014 წლიდან საქართველოში როგორც ტურისტი ისე შემოვდიოდი, ხოლო 2018 წლიდან უკვე აქ ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. იყო დრო, როცა სასაზღვრო კონტროლის დროს მეგობრულად ხვდებოდნენ და ერთ ბოთლ ღვინოსაც გჩუქნიდნენ, მაგრამ თავარი საჩუქრები და სუვენირები ხომ არ არის, მაშინ იყო სტუმართ მოყვარე დამოკიდებულება. იგრძნობოდა სითბო, ამიტომაც გქონდა სურვილი ჩამოვსულიყავით და დაგვეხარჯა ფული საქართველოში და არა სხვა ქვეყანაში. ქვეყნის შესახებ პირველი შთაბეჭდილება საპასპორტო კონტროლის გავლისას. საზღვარზე გექმნება ადამიანისგან, რომელიც პასპორტში ბეჭედს არ ტყამს. გვიღიმის და გვეუბნება, მკეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს ქვეყანაში. რასაც ბოლო 4 წელია ვაკურდები, ყაზახეთის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა. ძალიან უხეშად ესაუბრებიან ყაზახებს მესაზღვრეები. მე ასეთი რამ თავს 4-ჯერ გადამხდა. ბოლოს 3 თვის წინ ჩამოვფრინდი თბილისში. მესაზღვრე ქალმა ძალიან უხეშად მიპასუხა. მე ვთვლი, რომ ქართველები ძალიან კულტურული ხალხია, თუმცა როცა ისმენ, როგორ გეუბნებიან, გაჩუმდი, თორემ დაგადეპორტებ, არ არის სასიამოვნო. ყაზახი ტურისტების პრობლემებზე განცხადება ყაზახურ ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყაზახეთში ტურისტების მიმართ არა მეგობრული დამოკიდებულებაა, რაც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს მნიშვნელოვნად აზარალებს. გაერთიანების თავმჯდომარე ამბობს, რომ ყაზახეთის მოქალაქეების ტურისტული ნაკადი საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდია. მსგავსი ფაქტები კი ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს, რასაც შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ეხლა ყაზახეთში დაწყებულია მედია კამპანია, ფაქტიურად ბევრი ბლოგერი ჩართულია და ძალიან ნეგატიური გამოხმაურება მოსდევს ასეთ ტიპის შემთხვევებს. და ჩვენ გვინდოდა, რომ საზოგადოება ჩაგვეყენებინეს საქმის კურსში, რომ არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება იყოს ისეთ ტურისტულ, არც ეს ტურისტულ სეგმენტზე, სადია ერთი ადამიანის რომ შემოდიოდეს კონკრეტული ქვეყნიდან, ჩვენ სტუმართ მასპინძლობითი ვიწონებთ თავს, ეგ ერთი ნაწილია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კონტრიბუტორი ქვეყნის მოქალაქეებზე აგდებული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ყოველად არის მიუღებელი. რაც ფიქსირდება სამწუხაროდ და ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა. ყაზახ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით, რომ ბოლო პერიოდში კითხვები აქვთ, ამას ჩვენთან სატელეფონო საუბარში სასტუმრო ბორჯომი პალასის გაყიდვების ხელმძღვანელიც ადასტურებს. მისი თქმით, ყაზახის სტუმრების გარკვეული ნაწილი სასტუმროს წინასწარ უკავშირდება და ჯავშანის დამადასტურებელ წერილს ითხოვს. Რამდენიმე იყო, რომ მკითხეს, რომ რა პრობლემაა, რამე პრობლემა არ არის საზღვარზე და ასე შემდეგ. ყაზახებს არასდროს პრობლემა არ ქონდათ, არც ვიზა უნდათ, არც არაფერი, რომ შემოვიდნენ საქართველოში. და მკითხეს ეს კონფორმაცია, რომ პრობლემა არ იქონდეს საზღვარზე, რომ აქვს ჯავშანი და ასე შემდეგ. 3 კვირის წინ იყო, რომ ახალგაზრდა გოგო იყო, მე თავის ეს რაღაცა ინტერვიუ იყო ყაზახეთში, რომ ძალიან უხეშად გამელაპარაკეს და ასე შემდეგ. არ მეგონა, რომ საქართველოში მდგეთ რაღაცები ხდება. აი ეს გარშე კონტექსტი იყო. და დააბრუნეს უკან. არ შეუშვეს ქვეყანაში. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყაზახეთიდან ვიზიტების რაოდენობა შემცირდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით ამ პერიოდში ყაზახეთიდან 21625 ვიზიტი შესრულდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 6259 ვიზიტით, ანუ 22.4%-ით ნაკლებია. ყაზახეთის საპატიო კონსული საქართველოში ამბობს, რომ საქართველოს საზღვარზე ყაზახეთის მოქალაქეების დეპორტაციის ფაქტები ნამდვილად მომრავლებულია, რის შედეგიც პირველ კვარტალში ყაზახი ტურისტების რაოდენობის შემცირებაა. ძალიან ხშირად ბევრი წესიერი პატიოსანი ხალხი მოხვდა ეგეთ სიტუაციებში, რომ არც აუხსნიათ არაფერი, არც მიზეზი დააბრუნეს, დაადეპორტეს ხალხი. ზოგი აქ ქორწილის გადასახდელად ჩამოდის, ზოგი ბიზნეს ტურიზმით ჩამოდის, ზოგი ჩვენი პარტნიორია, მეგობრებია, ჩვენ პირადი შემთხვევები ბევრიც გვაქვს. პირველ კვარტალში ტურიზმი დაეცა, იმიტომ რომ ძალიან მასიური ნეგატივი წამოვიდა ყაზახეთიდან, რომ მოდი გავუკეთოთ საქართველოს ბაიკოტი, არ გვინდა საქართველო. აზიაში სტრატეგიული ერთ-ერთი მთავარი პირველი პარტნიორია ყაზახები ჩვენი ქვეყნისთვის, პირველი ინვესტორები არის. ტურიზმი 2022 წელს მერვე ადგილზე იყო, რაოდენობით ათეულში შედიოდა ყაზახეთი. ყაზახი ვიზიტორების პრობლემებზე ინფორმაციის გავრცელება სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქართულ კომპანიებთან ერთად ყაზახეთში მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ყაზახ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობა უყვართ. არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით კი ადმინისტრაციას ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.